ხდება უშუალოდ. და თუ სულს რაიმის თქმა, ან ლაპარაკობს უშუალოდ, ამ შემთხვევაში, როდესაც ახლა ჩვენ აქ ვართ და ერთმანეთს ველაპარაკებით, აუცილებლად გავიგებთ მის ხმას, გვეგებთ ის მეშოვრ. ამას აუცილებლად გავიგებთ. უკვე გვაქვს მიზეზი რეალურად, რომ გამოვიყენოთ ეს აპარატი, მაგრამ ჯერჯერობით უნდა დადგინდეს, არის თუ არა სახში რაიმე ბოროტი ძალა. გასაგებია, რომ სული მოძრაობს, მაგრამ ეხლა უნდა დავადგინოთ, არის თუ არა რაიმე ბოროტი. წამ. ეხლა რა გვინდა ჩვენ? ეხლა გვინდა შუქის ჩართვა. Alla dai questions camera. შემოხედე ადგილი როგორ გვაქვს, მეხსიერება გვაქვს შეძლებითი. ეს მეხსიერების ბარათების აუცილებლად გვინდა რაც უნდა ტევადი. მოკლედ ისეთი რაღაცაა ახლა. გადავდივართ კვლევის შემდეგ ფაზაზე კიდე იმისათვის რომ დავადგინოთ სახში არის თუ არა რაიმე ბოროტი ძალა აუცილებლად გამოვლინდება სწორედ ხატებისა და ჯვრების განლაგების შემთხვევაში გავიგებთ უშუალოდ მათი განზრახების შესახებ არის თუ არა ბოროტი ძალა აუცილებლად გავიგებთ. ეს არის ერთი ჩვენი სასწავლო მოქმედი ხატი, რომელიც ნაგვიდან ამოვიღე, ცნობისთვის გადაგდებული იყო. და ამოვიღე და ჩარჩოში ჩავსვი. მაცხოვრის ხატია. მოგებით. განვავთვალოთ. ხატი მაცხოვრის ულის სადაც არ უნდა დადოთ, ისე არის დახატული, რომ პირდაპირ იყურება თქვენი მიმართულებით მიერ ადგილს, სადაც არ უნდა დაიტანოთ. ესეა. ჯვარი. ამ სადიდებს სანდრა. ამ ჯვრის ხატების შეტანის შემთხვევაში გამოვლინდა დემონური ძალა, გვახსოვს 19 წლის გოგონა შეყრობილი იყო და როგორც კი შევიტანეთ, უცებ დამძიმდა რა მდგომარეობა და იზოლირებულები ვიყავით, რომ ხატები გაგვეტანა და ჯვარი უკან. ნახოთ ამ სახში რა ხდება. ამ წმინდა ნივთებს განვალაგებთ იმ ადგილებში, სადაც დაფიქსირდა ძლიერი აქტივობები და მათ შორის სულის მოძრაობა. თუ ხატების განლაგების პროცესში ან მათი განლაგების მერე უშუალოდ დაიწყო ცუდი მოქმედებები, უდაო ფაქტი იმის შესახებ, რომ სახში ბოროტი ძალა ყავს. არარსებული მომენტია ამ ქმედების მერე თავი არ გამოავლინოს. გამორიცხულია, მაგრამ უსაფრთხოების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ გამოკვლევას შევწყვეტთ, რათა არ მოხდეს ვინმეს დაზიანება. მათ შეუძლიათ ამის გაკეთება და შემდეგ უკვე გადავწყვიტავთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. მას მე რაც ადამიანებს უსაფრთხო ადგილზე გადავყვანთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ არ მოგვიწევს დღეს გავსი ქმედებების გაკეთება. იქიდან იყო ხმა? სიარულის ხმის მისკიდან. ხო, არა, იყოს ჩვენ ახლა სხვა ფაზაში ვართ. ჩვენ მაინტერესებს არის თუ არა ბოროტი, რაიმე ძალა. სახში. ნაკურთხი ჯვრები. ეს ეხლა შუქი ჩავწეთ ამ დროისთვის, რომ განლაგება მოხდეს პრობლემოდ, ანუ ბნელში არ არის უბრალოდ პრაქტიკული, რომ ოთახებში სიარულის დროს რამე არ ამასაც წამოვედოთ და დავიწყოთ იმ ოთახიდან, სადაც
გადაწყვეტის ნივთი ჯერ კიდევ დევს და სადაც განგაში სიგნალი მოგცა მოძრაობის სენსორი. და დავისთავოთ განათავსეთ ჯვარიც. რაღაც დროის სულ ხო არა? კამერა იმას. დასავლეთ, ნუ. თუ არ მომწონს რაღაც. ესე იგი. განათავსეთ ხატი და ნაკურთხი ჯვარი. თუ ესე განათავსეთ სხვა ოთახებშიც. ეხლა დრო 4 საკლია 20 წუთი. 20 წუთი. даже 15. ხო, 15 წუთი აკლია 4-ს. პიკი დრო არის, ასე ვთქვათ, რა, შუაღამის პერიოდია და ზუსტად ამ დროს თუ რამე არსებობს ბოროტი და ვთქვათ დემონური ძალა დემონურს გამოვრიცხავთ, მაგრამ მაინც ჯერ არ ვიჩქარებთ. ადგილი არ უნდა შეეცვალოს. არანაირი ცვლილება არ უნდა იყოს აბსოლუტურად. ისე უნდა იყოს, როგორც დავდეთ. თუ რაიმე ცვლილება შეინიშნა, ან ჯვარი იყო გადადებული, ან ხატის, ვთქვათ, ადგილი შეცვლილი, ეს უკვე უდავნიშანია იმის, რომ სახში ყავს ბოროტისული, რომელიც აქამდე თავს არ ავლენს, მაგრამ სიწმინდეების შეტანისას ის გავაღიზიანებს. ბუნებრივია, რომ ამას ვერ უნდა დაუძლოს ვერცად შემთხვევაში. ეს ერთი ადგილი. აქ შუბს ვაქრობთ. შემდეგი ოთახი გვაქვს. ესე იგი, ჩვენ როგორც თქვით, ამ ოთახიდან ის მოდახმები, ხო? ეთილი. ეს არის აქტიური ზონა უშუალოდ ხო ეგრეა. ესეც სარკის მოპირდაპირ მხარეს განათავსოთ ჯვარი. და პირდაპირ უყურებს სარკეს. დავიდეთ. და დაგჭა ჯვარი ხო განათავსეთ
აი ეს ეხლა საჭირო არა ელექტროენერგია გავთიშოთ წყნარად დავждეთ აი აქ და ყველაფერს მოусმინოთ გულდასმით რა მოხდება ეხლა გავთიშოთ ესე შენთან მოდით შეიძლება ყველა კამერა დაიჭირა ისე რომ არ დაიღო შეიძლება ისო მე პატრონე იქით გადავიდე Чекай, подожди, классе. Камера чართული იყოს. ჩართული. Подожди. Вот. იცი. მეგობრებო. განვათავსეთ წმინდა ნივთები და ველოდებით უბრალოდ რეაქციას. თუ სახში არის ბოროტი ძალა, აუცილებლად გამოავლენს თავის თავს. აუცილებლად. განლაგება მოხდა მშვიდობიანად, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ ყველაფერი სწორედ ესეა, ვინაიდან ძალიან კარგად ვიცით დემონური ძალის და ბოროტი ძალის ცვლიერება ხშირ შემთხვევაში მათაც გააჩნიათ რაღაც დონემდე მოთმინების უნარი. მაგრამ ის რომ ამ სიწმინდეებს გაუძლონ, უბრალოდ არ არსებობს. მაშინ მოვისმინოთ ეხლა სახლის ხმები და ნახოთ რა მოხდება. ამისათვის გავთიშავ კამერა გაშენდა. მეგობრებო, გავალაგეთ წმინდა ნივთების სახში, რასაც არანაირი აგრესია არ მოყოლია. თუმცა არ ვიცით ჯერ ნივთები არის გადაადგილებული თუ არა და შეეცვალა თუ არა მათ ადგილი. ჯვარი თავის ადგილზეა. ჯვარი ადგილზეა, არანაირი გადაადგილების ნიშანი არ არის. არანაირი აგრესიის კვალი არ არის და ეს გადავიდეთ შემდეგ მომდევნო ოთახში, სადაც შემდეგ განვალაგეთ ხატები, იქაც შემოვსვათ ყველაფერი. ჯვარი ადგილზეა, ხედავთ, ადგილი არ არის შეცვლილი. სადაც დავდეთ. აი ეს ოთახი გამოირჩევა ხმაურით, როგორც იხდეს. აქაც ყველაფერი ადგილზეა უშუალოდ. ხედავთ, რომ არანაირი გადაადგილების კვალი არ არის და აგრესიის არანაირი. რჩება სარდაფი. ჩვენ სარდაფი არ შეგვიმოწმებია უშუალოდ წმინდა ნივთებით, თუმცა ავტომატურად ხატების სახში განლაგებას უკვე უნდა გამოეწვია აგრესია, თუ სახში ბოროტესული იქნებოდა. ამ შემთხვევაში კონკრეტულად სარდაფს უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინაიდან სახში განლაგებული არის წმინდა ნივთები. არის ერთი ასე ვთქვათ, კიდევ დამატებითი მოსაზრება ის, რომ ორი სასწავლო მოქმედი ხატი გვაქვს, ერთი მათ შორის მე მაქვს აქეთ უშუალოდ ხედავთ და მეორე არის აი ამ ოთახში განლაგებული. ნახეთ რა მომენტია, როგორც კი ნივთები განვალაგეთ, სახში აბსოლუტურად შეწყდა ყველაფერი ხმაური. აღარ ისმის და არის ალბათობა იმის, რომ
წმინდა ნივთების განლაგებამ აბსოლუტურად ყველაფერი მოაგვარა. თუმცა არ ვიცით ის მომენტი რომ ხატებს რომ ავიღებთ, გაგრძელდება თუ არა შემდეგ. თუმცა ამას არ დაველოდებით, რა თქმა უნდა და ჩვენ გადავალთ კვლევის შემდეგ ფაზაზე და ჩავთავთ საქმეში უშუალოდ ეგებს და ნახოთ აქვს თუ არა იმ სულს რაიმე თქვათ გვაძლევს თუ არა რამე ნიშანს ან აქვს თუ არა სურვილი იმის რომ გამოვიდეს კონტაქტზე, რა თქმა უნდა ჩვენ არ გამოვიწვევთ არავითარ შემთხვევაში და როგორც ხედავთ, ანუ ეს კატეგორიულად აკრძალული არის და რა თქმა უნდა ეწინააღმდება უფლის კანონის პირდაპირ გაგებით, არანაირი რიტუალი, არანაირი არაფერი. მათ ვინც არ გვიცნობს, ვამბობთ იმას, რომ ჩვენ მოქმედებთ აბსოლუტურად მართლმადიდებლური წესით და არავითარ შემთხვევაში არ ვაბიჯებთ არანაირ წითელ ხაზებს. მე ისმის ხომ? კი. ხო, ისმის მაგახში. საკმაოდ ცივა უკვე. ნუ აქედან ისმოდა ხმები. კი, ერთ წუთი აქით დექი შენ არ გაიძრე. ოთახი გადაიგე. მიში. შპალიერი ამ ოთახში ესე დაზიანებულია ხო როგორც კი, როგორც გადააზიან. ესე გებია კი. კარგი, გადავიწვით ამ სენსორითაც, თუმცა ის სენსორიც აბსოლუტურად სამოა. როგორც იმ სენსორმა გვაჩვენა, იგივეს გვაჩვენებს აბსოლუტურად ეს სენსორიც, აბსოლუტურად ამ მომენტში აქ არაფერი არ არის, აბსოლუტურად არაფერი არ არის. რა მაინტერესებს? ეგებს გამოვიყენებთ უშუალოდ როგორც ამ ოთახებში, ანუ ყველგან, ასევე სარდაფში, მეგობრებო. და თუ სარდაფში ჩავალთ, ანუ განათების გარეშე ბუნებრივი. მხოლოდ ფანარი გვექნება და ეგები. ნახოთ რა შედეგებს მოგვიტანს ეს ყველაფერი. ჯერჯერობით შუქები ხო ჩავაქროთ? ხო, ვასწრაფი ორგანიზრი. პერიოდულად ჩვენთან არის. შეხედე? კი. აი პირველად ფიქსირდება, ხა ნახეთ? სადაც ახლომახლოს დგას უშუალოდ. გადაიღე, ხო? კი. სადაც არის ახლომახლოს დგას, ეხა და სადგას. ხუთი ხარები. აი აქეთ წავიდა, ნახე? აქ მოძრაეს თითი, აქეთ ხორშები. აი როგორ ხედავ, ხო? აი ძალიან არტი. არა, აქეთ არ მოძრაია, სანამ შესაძლოა იქით გავიდა. შუქები ხო ჩავაქროთ? არა, ამ შემთხვევაში აღარ მინდა, ისედაც ცხადია, უბრალოდ ყველაზე მიყვები და საწავიდა იმ მაინტერესებს. აი რომ მან იყო და ჯვარი. ეს ჯვარია, ჩამოვიგდიათ თქვენ? არა. აქეთ არ შემოვსულ ვარ. აქეთ არ შემოვსულ ვართ. ესეც ვაიშუგე ძალიან არ მომწონს. მოდი არ შევხოთ ჯერ. აბა ის ნახოთ ეს თვითი გადაგვერდზე. იქაც ჩამოვარდნილია? არა. არა. არა.
ეს როგორ დედოთ მიყუდებული იყო? კი, ხოზე იყო ბიზნესი მიყუდებული. მაგრამ დანარჩენ ოთახებში რატო ესე იგი ამ ოთახში სამზარეულოში ხაძე მიყუდებული ჯვარი ძირს დახვდა. თუმცა სხვა ოთახებში აბსოლუტურად არანაირი გადაადგილების კვალი არ იგრძნობა. ხედავ ჩანს ხო ეს კადრში? კი. ესე იგი მეთანხმებით რომ ამ ოთახში ჩვენ არ შემოსულვართ და ფიზიკურად არ შევხებივართ, ხო ესეა? ხო ნამდვილად ეგრეა. და ჯვარმა შეიცვალა ადგილი. ეს ნამდვილად არ არის მოსაწონი ამბავი, მეგობრებო, ნამდვილად არ არის, ვინაიდან აი ესე იყო სანდრა. ხო სწორია? და გადაღებული გვაქვს? კი, გადაღებული გვაქვს. არის გადაღებული, რომ ჯვარი ესე არისო, არამედ ხატზე იყო მიყუდებული. კაი, კამერა გათიშე. მეგობრებო, დავუბრუნდეთ იმ თემას, იმიტომ რომ შესაძლებელია თუ არა, რომ რაიმე ვიბრაციას გამოეწვია ჯვარის, თქვა, ჩამოცურება, მაგრამ შევამოწმოთ ყველაფერი კარგად. სანდრა, ვაჩვენოთ კადრში, ერთი წუთი, მოდი აქედან დადეთ, შორიდან გადაიღე, ისე რომ ჩემი მოქმედებებიც გამოჩნდეს. შენს რანაირად მოძრა. არა, ჩანს ხო? კი. ყველაფერი, მეც ჩანვარ, ხო? კი, შენ ჩახარ. მეგობრებო, ჩვენ ანუ ექსპერტი იმიტომ კი არა ვართ, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევა რომელიც ხდება, ეგრევე ავიტაცოთ, რომ ხო, აი ეს 100% ესე. არა. მე ვალდებული ვარ, რომ ყველაფერი გადავამოწმოს ეს მიწევით. ამიტომ თქვენ წინაშე ახლა შევეცდებით, რომ გამოვიწვიოთ ვიბრაცია, შესაძლოა, მაგრამ ამ ოთახში არ შემოსულვართ, მაგრამ კარგი, მაგასაც გადავახტები და ნახოთ ვიბრაციის შედეგად შესაძლოა თუ არ ჯვარის ჩამოცურება. ხედავთ ხო? არანაირი რეაქცია არ აქვს. და მით უმეტეს ახლა ვიბრაცია ვერ იქნება. მუშტების, აი მუშტს უტყავ მაგიდას და ჯვარი არ ცურდება. შემოვიდეთ ოთახში და ჯვარი იდო აბსოლუტურად გადაადგილებული. აი პარანორმალური კვლევების დროს ცოდნა გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რატო გავაკეთეთ ეს ქმედებები? იმიტომ რომ გვენახა ფაქტად შეეხებოდნენ თუ არა წმინდა ნივთებს. შეხება მოხდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აი შეხედეთ. მაგიდაზე ურტყავ ხელს და ჯვარი არ ცურდება. შესაბამისად, ის რომ შესაძლოა რომ ჩამოცურებულიყო თავისით გამორიცხული ამბავია. იმავე ადგილზეა კამერაში დაფიქსირებულიც გვაქვს. რა არის? არაფერი. კამერაში დაფიქსირებულიც გვაქვს, ეგ როგორ დავტოვეთ, ყველაფერი თავის ადგილზე. ურტყავ ხელს და ყველაფერი თავის ადგილზეა, ანუ არანაირ ვიბრაციას არ შეეძლო ჯვარის გადაადგილება. ფაქტია. ეს მომენტი კარგი დასასიამოვნო ნამდვილად არ არის. ეხლა გავაგრძელოთ კვლევები და გადავიდეთ უშუალოდ ყველაფერი თავის ადგილზე დავტოვოთ და გადავიდეთ უკვე EGF-ის გამოყენებაზე. ოღონდ EGF-ის დროს ჩვენ გვჭირდება აბსოლუტური სიგნალი. რათა მეტი შანსი მივცეთ სახში არსებულ სულს რომ გამოვიდეს. თუ კი მას სურს რომ კონტაქტზე გამოვიდეს. ნახე როგორ თამაშია. აი შეხედეთ. გაწია ფანარი. უყურეთ, აი დააფიქსირე. ვაფიქსირე. ნახე. ის ამ ოთახში იმყოფება უშუალოდ. კი. აი წერან და აი უყურეთ ჩვენთან ერთად არის. სადაც ჩემი ური. კი. დააფიქსირა ხო კამერა? კი. კი, აი ზუსტად ოთახში იმყოფება ახლა ის აი ეს მოძრავი სული. უშუალოდ ოთახში. აი ჩართულ მდგომარეობაში ვტოვებ ორივე სენსორს ერთმანეთის გვერდით. სანდრა. ხმა ჩავრთე. არ უნდა ხმა. ხმის გარეშეც აი უყურე პერიოდულად ფიქსირდება. ესე იგი ოთახში შემოვიდეთ თუ არა შემოყვა. ძალიან კარგი, მოდი მაშინ გადავიდეთ შემდეგ გამოკვლევაზე და გამოვიყენოთ უშუალოდ EGF-ი. ეს არის ის ახალი აპარატურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ესეთ კვლევების დროს და როგორც იქნა ჩამოვიდა.
ვინ ხარ შენ? შეგიძლია გითხრა ამ სახში რატო ხარ? შეგიძლია გითხრა შენი სახელი ვინ ხარ? გაიმეორე სახელი რა ქვია? არის ამ სახში ვინმე ჩვენს გარდა? თუ არის გამოგვეხმაუროს. რა ქვია სახელი გითხარი? ვინ ხარ? ხო. ხუთი. შენი სიტყვა თქვა რაღაცა. მაგრამ ვერ ვიძებ შეფიქრე. გაიმეორე ვინ ხარ და რა ქვია? გიორგი. გიორგი. ეგრეთ ვიცოდი. გიორგი, თუ ეს შენ ხარ ამ სახში, შეგიძლია რომ გაიმეორო შენი სახელი, რომ ნამდვილად შენ ხარ. გიორგი, ამ სახში რატო ხარ? გიორგი, ამ სახში რატო ხარ?
ხო? შეგიძლია გაიმეორო რა თქვი? გიორგი, ეხლა ამ დროისთვის ამ ოთახში ხარ? შენ მე მომმართავ? შენ მოგვითხრა. შეგიძლია მითხრა რას ნიშნავს შენ? გიორგი, გინდა რამის თქმა? თუ რამის თქმა გინდა, გითხარი. გინდა რომ მეუღლე დაგალაპარაკოთ? გიორგი, ამ სახში მარტო შენ ხარ თუ კიდევ არის ვინმე? გიო, შენ ხარ? გიო. გიორგი, ამ სახში რატო ხარ? შეგიძლია გითხრა. გაბრაზებული ხარ რამეზე? თუ გაბრაზებული ხარ, გითხარი. გიორგი, ნამდვილად შენ ხარ? თუ შენ ხარ, გაგვეცი პასუხი.
კამერა გააცნო. არის აქ ვინმე ჩვენს გარდა თუ არის გაგვეცი ხმა. არა. Andra, quanto é? Გიორგი, შენ თუ ამ სახში ხარ? მოგვეცი ნიშანი. არის აქ ვინმე ჩვენს გარდა? ისაცუდა. მოდი ახლა რა ვქნათ? მოგურე. ორივე არხი ჩავხტოთ ძიებაში. და მოდი ორივე არხი ჩავხტოთ კონკრეტულად ესე. No? Გიორგი, ამ სახში შენ ხარ? თუ შენ ხარ, გაგვეცი ხმა. Não sei se você viu isso. Eu vou ter que fazer isso.